საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, აბა ველოდებით პირველი ვინმე გამოჩნდეს. და დავიწყებთ ახლა ერთ წუთში გადაცემას. დიახ, მე მგონი უკვე ვართ ეთერში. მოკლედ, მოგესალმებით ყველა საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ გუშინ ჩვენ უკვე შევქმნით გაერთიანების ქართველთა დიდი გაერთიანების გვერდი, Facebook გვერდი და ყველას გთხოვთ, რომ უკვე 1000 წევრზე მეტია ერთ დღეში და ყველას გთხოვთ მაქსიმალურად რომ გაწევრიანდეთ. მე ახლა ბევრი მეგობრები მყავს აგერ Facebook-შიც და დაახლოებით 7800 კაცამდე და იქიდან ახლა თუ გვინდა რომ ერთობით რაღაცა გამოვიდეს, ხო შეიძლება ახლა 5000 კაცი მაინც იქიდან გავწევრიანდეთ, დანარჩენი სხვა იმიდან შემოვლენ, ხო? ესეც ხო არ არის ძნელი, იმიტომ რომ ამ გვერდიდან ჩვენ გეგმავთ რომ განვახორციელოთ პირდაპირი ეთერი იმ დამფუძნებელი კრების. და გთხოვთ ასევე რომ აი ეს აქ თარიღზეც მექნებ ახლა საუბარი და გთხოვთ რომ აი ეს ლაივიც ბევრმა მაქსიმალურად გავაზიაროთ მეგობრებო, ძალა ერთობაშია და ჩვენ ერთად უნდა მივახციოთ დიდ წარმატებას უახლეს დროში ასეთ უმძიმეს ვითარებაში. მოკლედ ჩვენ მედო ესეთი პოსტი რომ მოსახლეობას ვკითხე, საზოგადოებას ვკითხე თარიღზე, თუ როდის აწყობდათ რომ გაგვეკეთებინა, დღის რომელ საათებში. ასევე ძალიან ბევრი წუხილი შემოვიდა, ვკითხით რომ 31 მარტი არის ორშაბათი და ბევრი შეწუხდა რომ სამსახურის გამო ვერ შეძლებდა დასწრებას. ამიტომ ჩვენ საინიციატივო ჯგუფის წევრები შევთანხმდით, ვიმსჯელეთ და გავითვალისწინეთ საზოგადოების თხოვნა და გადმოგვაქვს 30 მარტისთვის. 30 მარტი არის კვირა დღე და კვირას ყველა შეუძლია რომ დაესწროს დასვენების დღეა და რაიონებიდანაც რომ ჩამოვიდნენ და უკან გაბრუნების საშუალებაც რომ გქონდეთ, აი ამისი ბევრი ის იყო, თხოვნა იყო ასევე და ესეც გავითვალისწინეთ და 30 მარტს ვნიშნავთ 14 საათზე. ჯერჯერობით დარბაზის საკითხი არ გადაწყვეტილა, დარბაზის საკითხს გადავწყვიტავთ, დაახლოებით ცნობილი იქნება ფართო საზოგადოებისთვის 15-20 მარტამდე. დაახლოებით 15-10 დღით ადრე. მოკლედ მეგობრებო, ძალიან ბევრი კითხულობს რომ აი გაუთვითცნობიერებელიც რომ აი რატომ იქმნება, რისთვის არის საჭირო. უმძიმესი კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაში ვართ. თქვენ ყველა ხედავთ ვის დადიხართ ქუჩებში რომ უკვე ქართველი ძალიან ცოტაა უკვე ყველგან. და ამის აღწერა ახლა ამას საჯაროდ არავინ არ ამობს, ხელისუფლება ამას არ ამობს, რა თქმა უნდა, მაგრამ 1.300.000 ადამიანიც აღარა ვართ ქართველი საქართველოში, ყველა გაქცეულია ქვეყნიდან. მე მინდა გითხრათ რომ რეჟიმი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც გარედან იქნა დასმული იარაღის ძალით, სახელმწიფო გადატრიალებით 92 წლიდან, როდესაც დამხობილი იქნა ეროვნული ხელისუფლება, მას შემდეგ მათი მიზანი არის საქართველოს ქართველების გარეშე, აი ამ გარეძალების მართული რეჟიმის მიერ ხორციელდება ეს ყველაფერი. და ეს არ მოგეჩვენოთ, თქვენ ხედავთ უბრალოდ რაღაცა იმათ თეორიად. თქვენ ხედავთ სახეზია მეგობრებო, რომ ამ 3 ათეულ წელზე მეტი გავიდა და აბსოლუტურად მოკლეს ეროვნული წარმოება ქვეყანაში. მოდით აი დავიწყოთ თავიდან, ესე იგი ყველაზე ძლიერი რაც იყო საქართველოში იყო საშუალო ფენა. საშუალო ფენა მზაკვრულად ხერხემალში გადატეხეს, მოატყუეს მთელი ის დაზოგილი თანხები, შეატანეს ანაბრები ბანკებში და დღემდე არ არის არაფერი დაბრუნებული.
პირველი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც იყო დემურ დვალიშვილი და ძალიან დიდ შარში იყო გახვეული, შავსიებს ადგენდა, მაინც ინიშნავდა მილიარდობით რუსული რუბლი თეთრდებოდა, რუსეთში ირიცხებოდა აქედან და ბოლოს ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ოფიციალური ვერსიით ვითომ მან თავი მოიკლა საკუთარი იარაღით დაკითხვაზე. წარმოიდგინეთ ახლა დაკითხვაზე შეიარაღებული იყო? ნუ მოკლეს ხო? ამის შემდეგ ინიშნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტად რომან გოცირიძე, ეს კუპონა დღეს რომ გამოდის და ხალხს მოძრავს. აი ეს ბატონი აქედან ასევე მისი ხელით კეთდებოდა ეს მილიარდობით გადარიცხვები მოსკოვში და ეს ფული თეთრდებოდა იქ. აი ამაში ერთიანი დიდი ჯაჭვი არის მეგობრებო და დღემდე აი ეს თანხები ხალხს არ დაუბრუნეს და წელში გატეხეს აი ეს საშუალო ფენა აბსოლუტურად მოსპეს. და ეს უსახს რომ დარჩენილი ხალხი ესე იგი იყო ღვთისანაბარა. ესე იგი სამსახურები არ იყო საქართველოში და არ არის დღესაც ფაქტიურად ვერანაირი სამუშაოს ვერ ქმნიან. არავითარი მრეწველობა არ განვითარებულა, არც ერთი დიდი ქარხანა და არც ერთი დიდი ფაბრიკა არ აშენებულა ამ 30 წელში. აბსოლუტურად ესე იგი არაფერი არ კეთდება იმისთვის რომ ან სოფლის მეურნეობა აღორძინდეს, ან მსუბუქი მრეწველობა, ან ძიმე მრეწველობა, საერთოდ ამაზე არ არის საუბარი და ამიტომაც არის მეგობრებო ის მდგომარეობა რომ სოფლები იცლება, რაიონები იცლება და ვინც არის აბსოლუტურად დარჩენილი ქართველობა ძირითადად თავმოყრილია თბილისში და ინდივიდუალურად მუშაობს ზოგი ტაქსაობს და ასე შემდეგ ეს სამარცხვინო მდგომარეობა არის. ყველაფერს აკეთებენ მიზანმიმართულად იმისთვის რომ ქართველი ხალხი აიყაროს აქედან და წავიდეს. და ცოტა ხანში ძალიან ყოველ წელს ისე მძიმდება მდგომარეობა რომ ჩვენ უკვე გვეტყვია რომ თქვენ არაფერი აღარ გეკითხებათ ამ ქვეყანაში. რადგან ჩვენ უკვე უმცირესობა ვიქნებით. აი ეს ისეთი კატასტროფული მდგომარეობაა რომ ყველა უნდა დავდგეთ ერთად. მე ძალიან მიკვის პირდაპირ მინდა განვაცხადო ეხლა ფერაობის დრო აღარ არის საქართველოს საპატრიარქოს დუმილი იმაზე რომ რა მდგომარეობაში ვარ და რაზეც ეხლა მე ვსაუბრობ. და როდემდე უნდა იყვნენ ესეთ დუმილში არ ვიცი მათგან არავითარი პასუხი არ ისმის რომ აი ხო შეიძლება ეხლა მივმართავ მე მათ და ისეთი უმძიმესი პოზიცია დაიკავეს მაშინ არ მინდა ეხლა ყველაფერს თავის სახელი დავარქო 91-92 წლებში ვალდებულნი არიან ეხლა გამოასწორონ ერის წინაშე და დადგენ იქ სადაც საქართველოა და საქართველოს გადარჩენაა. და ოფიციალური ინფორმაცია გვინდა მოვისმინოთ ჩვენ საპატრიარქოსაგან აი მოგმართავთ ოფიციალურად საპატრიარქოს მხარს დაუჭერთ თუ არა ქართველთა დიდ გაერთიანებას და მობრძანდებით თუ არა თქვენი წარმომადგენლები მოგიწევთ და ოფიციალურად განაცხადეთ უჭერთ თუ არა მხარს და დაესწრებით თუ არა ამ ქართველთა დიდ გაერთიანებას. ერი არის გადასარჩენი და ეს ქვეყანა თუ აღარ იყო ხო არავის აღარ სჭირდება მე აქ საპატრიარქო აქ იქნებიან ირანელები, ჩინელები და ინდოელები და 1000 ჯურის ხალხი არაბები. აი გარშემორტყმულია თბილისის თელი მიწები გაყიდულია არაბებზე. რომ ვიცოდეთ მეგობრებო. არ ვიცი აი ამას ყველაფერს მიზანმიმართულად ხელს უწყობდნენ აბსოლუტურად ყველა სტრუქტურები. მთლიანად ამ 30 წლის მანძილზე ვითომ საბაზრო ეკონომიკა და არავითარი საბაზრო ეკონომიკა საქართველოში არ არსებობს და არავითარი რაღაც კონკურენცია აქ არ არის. აქ არიან მხოლოდ მაფიოზური ჯგუფები, მონოპოლისტები და ყველა ატყავებს აბსოლუტურად ქართველ ხალხს. ბანკი, ფარმაცია, ჯანდაცვა, არ ვიცი, საკვები პროდუქტები, ხუთმაგათ არის გაზრდილი. ყველა აბსოლუტურად ატყავებს ქართველ ხალხს და შეუძლებელი ხდება. და თვითონ საქართველოში საქართველოს მოსახლეობის ასეულობით 1000 ადამიანი საკუთარ ქვეყანაში 10 წლეულობით აგერ ამდენი წელია არის დევნილი საკუთარ ქვეყანაში და
ყველაზე დაჩაგრული აბსოლუტურად არის ქართველი ხალხი. მათთვის არც საშეღავათო კრედიტები არსებობს, რომ რაღაცა ბიზნესი განახორციელონ, რაღაცა მცირე წარმოება მოაწყონ, რაღაცა გააკეთონ. პირიქით, ესე იგი, ისეთი სისტემა აქვს შექმნილი, რომ თუ კაცმა დაიწყო რაღაცა ეროვნული წარმოება, საფუძველშივე კლავენ. შემოაქვთ იქიდან გამზადებული საზღვარგარეთის ექსპორტზე ვართ ჩამოკიდებული და ის მონოპოლისტი, რასაც უნდა იმას ადებს იმ პროდუქტს ფასს. მიდივართ მე ჩვენ და ვიხდით 3, 4 და 5 მაქს. ასეთი სიძვირე არცად არ არის ამ დაქცეულ ქვეყანაში რომ არის და აი ამ რეჟიმის წარმომადგენლები მეგობრებო, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ ეხლა შავი ფული გასაგებია რამდენი შეუვლობენ ეს ჩინოვნიკები, მაგრამ ამას წარჯერდებიან და ამხელა ჯიპები, ამხელა ხელფასები გაზრდილი საერთოდ არ აინტერესებ ხალხი. აი განადგურებულია სულ 70 წლის მანძილზე დაუთვლელი იყო ფაბრიკა ქარხნები შექმნილი მთლიანად დაშალეს ჯართად აქციეს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა მთლიანად დაშალეს და ჯართად აქციეს 30,000 ტრაქტორი იყო საქართველოში და მთლიანად ჯართად გაყიდეს თურქეთში. ნუ არ ვიცი ესეთი რამე აი არავის გაყიდულია მიწები, ტყეები, მდინარეები, ნუ უცხოელებზე საშინელი მდგომარეობა. ამიტომ მეგობრებო, აღარ გავაგრძელებ, აზრი არ აქვს, აი რომ გავაგრძელოთ საუბარი ეხლა არავითარი წახალისება არ აქვს, არ ჩობადობას, არაფერს საერთოდ ხო და ერთადერთი გამოსავალი არის, ნუ რა ვიცი, ნუ დავაბრალებ, თქვენ ხედავთ მსოფლიო პოლიტიკას რომ ხომ ნათელი გახდა რომ არავინ არ არის საერთოდ პოლიტიკაში ესეთი რაღაცა არ არსებობს რომ ქვეყანას ყავდეს მეგობარი ქვეყანა. მეგობრობა არ არსებობს. თქვენ ნახეთ აგერ უკრაინის მაგალითზე, აგერ როითომ სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ და მთელი ამბავი და რაც დამართეს, აგერ უკვე განაცხადა ტრამპმა ოფიციალურად ხმამაღლა რომ უნდა დაივიწყოს უკრაინამ ნატოში გაწევრიანება. თქვენ ამოცხონებულებო ნატოში გაწევრიანების გულისთვის მთელი უკრაინა შეაკვდა ამხელა იმპერიას და ახლა უნდა დაივიწყოს. აი ასეთი ბზაკრული იმის ქვეშა ვართ ჩვენც და აქ რო დარბიან იქ რუსთაველზე სწორედ ეს არეულობა უნდათ გარედან არის დაგეგმილი ყველაფერი ისეთ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა რომ მერე უკვე აი ეს ორი დიდი ქორი გაინაწილეს აი ამ ქვეყანასაც აქ უნდა დერეფანის გაკეთება ძალიან სტრატეგიულ ადგილზე ვარ და ჩვენ არავინ აღარაფერს დაგვეკითხება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის აი ამ უმნიშვნელოვანეს დროს ქართველთა დიდი გაერთიანება მეგობრებო. ეხლა აღარ არის იმის დრო რომ ვიღაცა სად იყო მე არ ვიძახი ეხლა იმას ნამდვილად ვერ მოვიწევთ ისეთ ხალხს ვინც პუჩს უჭერდა მხარს და ვინც ვისაც დამხობაში აქვს მონაწილეობა მიღებული ეროვნული ხელისუფლება. ასევე მეგობრებო ვერავითარ შემთხვევაში ისეთ ხალხს ვერ მივიღებთ ვინც ჩვენს საერთოდ თავარ გენერალურ ხაზს არ იზიარებს. რა არის ეს ჩვენი გენერალური ხაზი? ჩვენი გენერალური ხაზი არის აღდგეს კონსტიტუციური სამართლიანობა საქართველოში. აღდგეს ის გაწყვეტილი ძაფი, ის ქრისტეს გზა, რომელზეც იდგა ქართველი ერი, ერთიანი ქართველი ერი, რომელიც იარაღის ძალით, ესე იგი, სისხლის ტბები დააყენეს მაშინ საქართველოში და დაამხეს, ხო, 92 წელს. ეს არის ძირითადი ხაზი, ვისაც ეს უნდა და ვისაც სწამს, რომ ამ რეჟიმის პირობებში მონაწილეობას არანაირი რეგისტრაციებს და არანაირი არჩევნებს აზრი არ აქვს, ყველას აქვს უფლება, ყველას აქვს გაწევრიანების უფლება და ამ დიდ გაერთიანებაში არავინ არ იქნება, რა ქვია, ის უფროსი და უმცროსი. აქ იქნება რაიონული ხელმძღვანელები რაღაცა გამგეობის გავსი დაერქვა და ყველა ერთად ერთობლივად გადავწყვიტათ ხოლმე იმ საკითხს, რაც ერის საჭიროებო საკითხები იქნება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, ჩვენ ვაქცევთ ამას ძალიან დიდ ყურადღებას, რომ მოწვეული იქნან ამ გაერთიანებაში ის მეცნიერები, რომლებიც სააკაშვილის დროიდან დაიწყეს ჩარეცხვა და ესე იგი აბსოლუტურად აი სამარცხვინოა რომ საქართველოში მეცნიერება 0.3%-ით ფინანსდება აბსოლუტურად ესე იგი მათხოვრებად აქციეს მეცნიერები
ეს უჭკვიანესი ხალხი ყველა იქნება დაფასებული და მოწვეული და ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ის, რომ განათლებულმა ხალხმა, ანალიტიკოსებმა, ჭკვიანმა მეცნიერებმა სწორად შექმნან ყველაფერი, სწორად დაალაგონ ყველაფერი და უხელმძღვანელონ მომავალში ქვეყანას. ჩვენ პირველ რიგში გადასალახი გვაქვს ერთი მთავარი მიზანი, რომ უნდა მოხდეს ქართველთა დიდი გაერთიანება, რომ ძალისხმევით ჩვენ უნდა შევაცვლევინოთ მომავალში შემდეგ უკვე საარჩევნო კანონი, რომელიც მორგებული აქვს, ესე იგი და არანაირი არჩევნები საერთოდ არ ტარდება ქვეყანაში ეს და უნდა ჩატარდეს შემდეგ ლეგიტიმური არჩევნები, რომელშიც ჩაერთობა და ლეგიტიმურად დანიშნავს უზენაესი საბჭო, რომელიც დამხობილი იქნა იარაღით და რომელსაც კაპიტულაცია არ გამოუცხადებია და დღესაც ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ ითვლება ქვეყანაში და საერთაშორისო დონეზეც. დანარჩენი მთავრობები არიან ზუსტად იმ პუჩის და იმ არალეგიტიმური მთავრობის სამართალ მემკვიდრეები და ვერასოდეს ვერ გახდებიან ლეგიტიმურნი, რამდენი ეს ყალბი არჩევნებიც უნდა ატარონ. ამას არანაირი ძალა და ის არ ექნება. მოკლედ არ ვიცი ახლა მე დიდხანს არ მინდა რომ გესაუბროთ ან რა უნდა ვისაუბრო. უბრალოდ თავარი რაც მინდოდა მეთქვა არის ეგ და ჩვენ ხვდებით კიდევ ჯგუფებს ახლა რამდენიმე ჯგუფი შევხვდით და ყველას მოსწონს იდეა რა თქმა უნდა ეს არის ფაქტიურად ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართველთა დიდი გაერთიანება და იდეა ეროვნული იდეა რომელიც ჩვენ გვაქვს და ჯერჯერობით თეორიულად რაზეც ვსაუბრობთ სულ ყველა აბსოლუტურად ხელისაწევით ეთანხმება და არ მგონია ქართველი რომელიც ამას არ დაეთანხმება რომ დღეს სამშობლო ჩვენ გადასარჩენი გვაქვს და თუ გაგზელდა ასე და ჩვენ ყველამ ერთად არ ვიმოქმედეთ 2-3 წელიწადში შეიძლება ჩვენ უკვე ვეღარაფერს ვეღარ უშველოთ უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება ყველაფერი. ამიტომ მეგობრებო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მე თქვენი თხოვნით ჩვენ გადმოვიტანეთ კვირა დღეს 30 მარტს 14 საათზე დავნიშნავთ ამ გაერთიანების პირველ დამფუძნებელ შეკრებას და ყველას ვთხოვო ვისაც კი საშუალება ექნება ქუძე კაცი უნდა მოვიდეს განსაკუთრებით თუ კი რაიონებიდან იქნებიან ჩამოსულები უნდა დაგვიტოვოთ მისამართები რომ რაიონებში ჩვენ შევქმნით ახლა უკვე ჯგუფებს ისედაც ვქნიდით მაგრამ ყველა რაიონი ხომ არ არის ჯერ ესე ელექტრონულად მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა და ბევრი გვეკითხება კიდევ აი იმას თუ მოიწევთ ამასთან თუ გაერთიანებით ძალიან ბევრი იყო შეკითხვები ასევე დაკავშირებული ალტიფოსთან დაკავშირებით ჩვენ მეგობრებო ერთი რამე პირდაპირ ვამბობთ და არავის არ ვეფერებთ მე ბევრჯერ მიმართე ადრე ალტიფოს წევრებს რომ ძალიან არასწორად აშუქებდნენ განსაკუთრებით ზიად გამსახურდიას მოღვაწეობას ბევრი ძალიან შეკითხვა იყო და ყოველთვის ყური მოიყრუეს არც ჩემთან მოვიდნენ დებატებში არც თვითონ მიმიწვიეს ამას მე იმიტომ კი არ ვამბობ გაბრაზებული ჩემი გაბრაზებით კი არ ხდება ეს ალტიფო არის ამ სისტემაში იღებს მონაწილეობას ამ რეჟიმის პირობებში თანაც ეხლა თელმა საქართველო მიცის პატარა საქართველო და მე ისეთი ხალხისგან ვიცი ვინც ნამდვილად რომ მაგათანაც იყო და მთავრობასთანაც რომ ძალიან ახლოს არის და მათთან არიან ძალიან დიდ ძალით თანხით აფინანსებდა ყოველთვე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და როგორც ხალხი ლაპარაკობს როგორც ასეთი ეს ხალხი ლაპარაკობს დაახლოებით $1,000,000 აფინანსებდა ყოველთვე და მაინც საბანკო ანგარიშები ედოთ და ისევ ხალხს თხოვდნენ დახმარებას სხვათა შორის მათ თუ გახსოვთ თქვენ ანტიმაიდნისთვისაც აკრიფეს წელ საქართველოში ფული მაგრამ 90 დღე რო აიქ რუსთაველზე დარბიან ესენი ამ ფულით ისინი ეს ფული აუყვეს იმ ხალხმა რატო ერთხელ მაინც არ გამოვიდნენ და საპროტესტო აქცია არ მოაწყეს რომ
ნუ გამოდიხართ და რაღაცა წინააღმდეგობა რატო ვერ გაუწიეს, ხო? ახლა იტყვიან აი რეგისტრაციაში გატარება რო გინდათ და აი ამ უკანონო არჩევნებში მონაწილეობა რო გინდათ და ამ რეჟიმის წარმომადგენლები რო ხართ, იმიტომ ვერ ვითანამშრომლებთ თქვენთან. თუ თქვენ თანახმა იქნებით რომ გსურთ კონსტიტუციური სამართლიანობა აღდგეს, მერე კი ბატონო, მაგრამ თქვენ კაცო ჯერ რა ვიცი ან რანაირად უნდა ენდოთ, ეხლა მე ვიცი რომ ყველა ლაპარაკობს ივანიშვილი გაფინანსებდა დიდძალი ფულით. მერე უღალატეთ გეგონათ რომ უკვე ხელისუფლებაში მოხვიდოდეთ და გაიქეცით მოსკოვში და დუმის წევრებს ხვდებოდით იქ და დაურეკეს და გაიგო ამ კაცმაც, ხო, იქ უკვე ხელისუფლებაში მოსვლა გინდოდათ უკვე და ეხლა მადა მოგივიდათ, ხო? და ვერ გათვალეთ ის და უზნეობაც არის, რომ ოდესაც გაფინანსებენ, იმის მოტყუება არ შეიძლება, მაშინ არ უნდა აიღო ის ფინანსები. რაღაც ატყუებდით მაშინ, ხო? ეს არის ფაქტი და ამიტომაც მიგიჩინათ მე თან მოურავთან ადგილი. ეხლა თანაც ძალიან კარგად ვიღაცა შეიძლება შემეკამათოს, მაგრამ ნახეთ ერთი რაზეც საქართველოს დგას. საქართველოს დამოუკიდებლობა დგას 31 მარტის რეფერენდუმზე. თუ ერთი გადაცემა მაინც აი ყოველდღიურ ალტიფოს ეთერებში ყოფილა ამაზე და ან 31 მარტის გადაცემები ნახეთ რომელიც გინდათ, თუ ოდესმე მიუძღვნიათ მან აი ამ ფუნდამენტური რა ქვია რეფერენდუმის დღისათვის და 9 აპრილს ბოდიშით და რა ქვია ის პედერასტი ზაქარეიშვილი დასვეს ეთერში 9 აპრილის ეთერი იმას ჩააბარეს და ესე იგი დასავლეთის აგენტები უწოდეს ამ შეწირულ ბავშვებს და ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას. დასავლეთის აგენტები უწოდა ამ გათახსირებულმა კაცმა. ხო და ეხლა ამას რო გააკეთებ ეთერით, შენ როგორ უნდა გერქვას ეხლა კონსერვატორი და ეროვნული, ეროვნული და კონსერვატორი უნდა გერქვას, კაცო, წახვედი და შევარდნაძის მებაჟესთან, თარხან მოურავთან წახვედი იქ და იქიდან იყრიდი კენში. და ღირსები ხართ ის რაც მიიღეთ ის 2% თუ რაღაცა. არაფერი აღარა ხარ და დამთავრდა თქვენმა მატარებელმა ჩაიარა, იმიტომ რომ ხალხი ერის ღალატს არავის არ პატიობს, ეს უნდა იცოდეს სულ ყველა. და ჩვენ ამას არასოდეს არ ვიკადრებთ და არასოდეს არ გავაკეთებთ და ცხონებული ზვიად გამსახურდიას ამას ამბობდა ყოველთვის რომ იმას დიდი სასჯელი არაფერია, შენი ერი რომ მოატყუო. არა გაქვს ამის უფლება. ჯერ უნდა იყო ეროვნული კაცი, მართლმადიდებელი კაცი და ეს არ უნდა იკადრო რომ მოატყუო ერი. რა უნდა იყოს იმაზე დიდი იდეა მეგობრებო რომ ჩვენი აი ამ საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით მოხდეს ქართველი ერის გაერთიანება. აი არაფერი არ მინდა ამის მეტი ჩემზე ბედნიერი ამ ქვეყანაზე კაცი არ იქნება ეს რომ მოხდეს და ის ჩვენი ხალხი დაგვაბრუნებინა და სამშობლო გადაგვარჩენინა. ეს არის ჩვენი ნატურა და ოცნება. დანარჩენი წყალსწაუღია ყველაფერი, არც ფული გვაინტერესებს. ჩვენი შრომით ყველაფერი შევძლებთ რომ ჩვენი სამყოფი ლუკმაპური გქონდეს, ოტია იოსელიანის არ იყოს, პური ჩვენი არსობისა და არა ძღომისაო. ეს არის ჩვენ მეტი არაფერი არ არის საჭირო მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ელემენტარული ის რომ ჩასაცმელი გქონდეს და საჭმელი გქონდეს. დაალაგე მილიარდები საწაიღებ რა უნაქნა ბოლოს და ბოლოს, ხო? თუ გინდა რომ ერის წინაშე მამულიშვილის საქმე გააკეთო და მარადიული რაღაცა დიდი საქმე გააკეთო ერის ისტორიაში, აი ეს არის გასაკეთებელი და დღეს ჩვენს თაობას და ახალგაზრდებს ძალიან მინდა ყველას მოუწოდო, აი ისტორიული მნიშვნელობის მისია გვაქვს შესასრულებელი. თუ ჩვენ ამ მისიას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ ჩავიწერებით ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში. ჩვენ უნდა დავასრულოთ ამ მოღალატე საოკუპაციო რეჟიმის არსებობა საქართველოში. ეს უნდა დავასრულოთ მეგობრებო, სხვანაირად საქართველო გაკრება. თქვენ ხედავთ არაფერი არ აინტერესებთ, აგერ ხელფასებს იზდიან, დასეირნობენ ჯიპებით, ამდენი შავი ფული ხალხის ძარცვის ხარჯზე, ხალხი გარბის არ აინტერესებთ, აგერ გერმანიაში დაგასაქმებთო, ადრე ეუბნებოდა ივანიშვილი, ახლა გერმანიიდან ყველას ყრიან იქიდანაც კიდევ ისევ და აქ ჩამოდიან და აქაც რა არაფერი არ შეუქმნიათ საერთოდ. გავერანებულია თელი მიტოვებული სოფლები, ველმინდვრები, არაფერი არ ამუშავდება და არაფერი არ კეთდება.
გაბერილი შტატები სოფლის მეურნეობაში თავდაცვაში ყველგან აბსოლუტურად და არის რა ვიცი რა უზარმაზარი ბიუროკრატია ბიძაშვილობა მამიდაშვილობა ერთი კლანის მეორე კლანის და ეს არის და ეს შენდება მარტო ქარხნების და ფაბრიკების მაგივრად შენდება მარტო კორპუსები უზარმაზარ ფულს აკეთებენ ყიდიან არაბებზე ირანელებზე ინდოელებზე და 1000 ჯურის ხალხზე რუსებზე უკრაინელებზე რა ვიცი ქართულს მაგის თავი აღარ აქვს კორპუსები სასტუმროები გასართობი ცენტრები ღამის კლუბები აი ეს არის სულ ამათი ეკონომიკა აი ამაზე დგას მეგობრებო ამ გარყვნილებას და კაზინოები იმდენი კაზინოა საქართველოში ხორცის მაღაზია არ არის იმდენი არ ვიცი მეგობრებო ეხლა ძალიან შორს აგვიყვანს ეს ლაპარაკი და მე პირობა აქვს ბევრჯერ დავდები თქვენთან და კიდევ ერთხელ გეუბნებით და დადებული ვაქვს ჩვენ საჯაროდ საინიციატივო ჯგუფის წევრებს და ძალიან მწავს მე ამ ხალხის ღირსეული ხალხია ძალიან უგანათლებული კაცია ბატონი დემურ გიორხელიძე ბატონი გიგლა გობეჩია ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი ყველა გვიჭერს ხარს აგერ მაშინ კახაც დაესწრო და კუკავა და გვიჭერს ხარს ჩვენთან ასევე იყვნენ და ვისაუბრეთ ძალიან კარგი საუბარი გქონდა აგერ ახალგაზრდა ბიჭებთან ლაშა აფსენიძესთან დავით აზნაურაშვილთან და გიორგი ჭელიძესთან სხვადასხვა ჯგუფები გვხვდება უზენაესი საბჭოს დეპუტატები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს რომ 2003 წლიდან ამათ უნდათ ესე იგი სამართლიანობის აღდგენა და დანარჩენი ის საქართველოს რესპუბლიკაზე უნდათ ხაზი გადაუსვან მეგობრებო იმიტომ რომ იქიდან ლეგიტიმაცია ვერ მიიღეს ამიტომ შექმნა რო იძახის ის იმაში ვივამეთში რო უწევთ ისა რა ქვია წამოპლაკული სომეხ სააკაშვილი საქართველოს ახალი სამსახურისაო ქვეყანა შექმნიო ხო მართლა შექმნა ახალი ქვეყანა მაგრამ იმას არასოდეს არ ექნება ლეგიტიმაცია სხვა სახელი დაარქვა აღარ ქვია საქართველოს რესპუბლიკა რომელიც სახელწოდებითაც ჩატარდა საქართველოში რეფერენდუმი და რომელიც სახელწოდებითაც გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 91 წლის 9 აპრილს აი ამაშია მთელი ძაკრობა ამასაც ხალხს გადაუსმევენ და დანარჩენი უკვე მაგათ ხელშია მერე და შენ არავითარი იურიდიული და სამართლებრივი ვის აღარ გვექნება თუ ამათ არ ვებრძოლეთ ერთიანობით ეხლა არის ერთადერთი გამოსავალი ძალიან დიდი ქართველთა გაერთიანება ყველა მამულიშვილი ერთად უნდა დავდგეთ და უნდა ვიბრძოლოთ ვაშკაცურად კაცურად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რა თქმა უნდა მშვიდობიანი ფორმებით ძალიან ბევრი ჭკვიანი ხალხი ყავს ყველაფერი დალაგებული იქნება რომ ამათ საბაბი არ მიეცეთ ესენი ვერ გაუძლებენ ვერანაირ ეროვნულ წნეხს ვერანაირ ეროვნულ იდეას ესენი ვერაფერს ვერ დაუპირისპირებენ ესენი არიან ფულის წუტკები და არ ვიცი რა ამათ არავითარი ის აღარ აქვს რომ მორალური უფლება ქართულ ხალხზე ილაპარაკონ და ქართულ ერზე ილაპარაკონ მოკლედ ეს მინდოდა მეგობრებო მე თქვა ჩემი დიდი თხოვნაა ეხლა Facebook-ზე გავაკეთეთ ეგ გვერდი ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოებისთვის და ყველამ გამოიწერეთ რაც შეიძლება მეტმა სწორედ იქიდან გექნებათ შესაძლებლობა ვინც ვერ დაესწრებით პირდაპირ ეთერს ადევნოთ თვალი დამფუძნებელი კრებისა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობრებო ღმერთი ჩვენთან არის და ასევე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ველოდებით საპატრიარქოსაგან რაღაცა ინფორმაცია მივიღოთ უჭერენ თუ არა მხარს აი ამ კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობაში ქართველთა დიდ გაერთიანებას მადლობთ ყურადღებისთვის ღმერთი იყოს ჩვენი შემწევ კარგად მზადდებოდეთ მეგობრებო და გააზიარეთ ყველამ